არსებითი განსხვავება რა არის ოქროს გლობუსს და ოსკარებს შორის, ანუ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებას შორის. ოქროს გლობუსზე ეგრე აძლევენ ჯილდოებს რა, ანუ არის 300, დაახლოებით 300 ჟურნალისტი, რომლებიც ძირითადად უცხოური გამომცემლობებისთვის მუშაობენ, მაგრამ არიან ამერიკაში, ანუ ცხოვრობენ ამერიკაში და ისინი აძლევენ ხმას ნებისმიერ ნომინაციაში, ანუ ყველა ნომინაციაში აძლევენ რეალურად ხმას, მაგრამ ოსკარი ამერიკის კინოაკადემია ბევრად საინტერესო და ბევრად ჩახლართული სისტემაა ამასთან შედარებით. იმიტომ რომ ამერიკის კინოაკადემია შედგება დაახლოებით 10,000 წევრისგან და სულ ყველა არის ინდუსტრიის წევრები, ანუ მსახიობები, სცენარისტები, კომპოზიტორები, რეჟისორები, პროდიუსერები, ეს ყველა ჩართულია ხმის მიცემის პროცესში, მაგრამ მსახიობი მხოლოდ სამსახიობო ნომინაციებში აძლევს ხმას. რეჟისორი მხოლოდ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, სცენარისტი მხოლოდ საუკეთესო სცენარის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში. ეს განსხვავება სხვა შორის გლობუსზე არ არის. გლობუსზე მხოლოდ საუკეთესო სცენარისტის გაძლევენ ჯილდოს და ოსკარში, ოსკარზე არის ცალკე არის საუკეთესო სცენარი და ცალკე არის საუკეთესო ადაპტირებული სცენარი. ეს განსხვავებებიც აქ არის და ამასთან ერთად იქ ხო ანუ მსახიობი აძლევს საუკეთესო მსახიობს და საუკეთესო მეორე ხარისხოვან მსახიობს და ასე შემდეგ, მაგრამ საუკეთესო სურათის ნომინაციაში ხმას აძლევს ყველა 10,000-ივე. და მანდ კიდევ ცალკე სისტემა